ეს არის Lexus RC350 F-Sport-ი და სანამ ამ ვიდეოზე გადავიდოდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ დაწეროთ კომენტარი, გამოიწეროთ ჩემი არხი და იქნებ თქვენ ხართ ის იღბლიანი, ვინც წაიღებს სოკარის პრემიუმის ტალონებს. ახლა კი Lexus-ი. მოკლედ ეს გახლავთ Lexus RC350, კონკრეტულად F-Sport-ია და ძრავი აქვს 3 და 5 და გამოიმუშავებს 311 ცხენის ძალას და 380 ნიუტონ-მეტრს. ეს მანქანა იწონის 1770 კილოგრამს და არის 4-ვე წამყვანი, თუმცა არის უკანა წამყვანებიც, RC არის 300-იც, 200-იც და პატარა განსხვავებები არის ამ მოდელებში. მაგალითად RC300 არის ისევ 3 და 5-იანი ძრავით აღჭურვილი, თუმცა ნაკლები ცხენის ძალები აქვს, 260 ცხენის ძალა აქვს. რა თქმა უნდა, ეს უკეთესი ვარიანტი არის, ასევე RC200, რომელსაც 2-დან 2 ტურბო ძრავი აქვს, ბენზინი და ის გამოიმუშავებს 251 ცხენის ძალას. ჩვენ შემთხვევაში არის 3 და 5-იანი RC350 F-Sport-ი კონკრეტულად. რაც შეეხება გარეგნობას, მე ჩემი აზრით, რა ვიცი, ძალიან მომწონს ეს მანქანა და ეს მანქანა არის საშუალო ჩემთვის სპორტულობასა და ბიზნეს კლასს შორის. თუმცა არის კუპე, რა თქმა უნდა და სპორტული ხასიათი მაინც აქვს. რაც შეეხება გამოშვების წლებს, ეს მანქანა გამოდის 2015 წლიდან. სიმართლე გითხრათ, 2015 წლიდან თითქმის იგივეა. ძალიან მცირედი სხვაობაა, თუმცა ეს მანქანა არის 2021 წლიანი. მცირედი ცვლილება არის ძირითადად უფრო წინა მხარეს და უკანა ფარებზე, თუმცა მილჩვეულმა თვალმა შეიძლება ვერც გაარჩიოს 2015 და 2000 მაგალითად ეს 21 წლიანი მოდელი და ასევე 2025-იანი დაახლოებით იგივენაირად გამოიყურება. რაც შეეხება წვას ამ მანქანისას, დაახლოებით 12 ლიტრაა მისი წვა ქალაქში, ესე უწერია, თუმცა ჩემი აზრით 13-საც თავისუფლად დაწვავს. გააჩნია მართვის რეჟიმს, აქვს ეკო, აქვს ნორმალი და აქვს სპორტი. მე პირადად ეს მანქანა ძალიან მომწონს. თან სპორტულია, თან ელეგანტურია და რაღაც კარგი გარეგნობა აქვს ჩემი გემოვნებით. დისკებს რაც შეეხება, გვაქვს 19-იანი, საკმაოდ რბილია და ყოველდღიურობაში ჩემი აზრით ძალიან კარგია. ზოგადად სპორტულ მანქანებს ახასიათებს სიხისტე და ყოველდღიურ მოხმარებაში ცოტა დამღლელია ხოლმე, რასაც ამ მანქანაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. კომფორტი და სირბილე ამ მანქანას აქვს. ელექტრო არ არის, თუმცა საკმაოდ კარგი ზომისაა, მე თუ გითხავთ. როგორც კუპე, საკმაოდ კარგი ზომის არის და მისაღებია რა. ვერც ვერაფერს ვიტყვი სულს. მოდი, ძრავსაც შევხედოთ. რა თქმა უნდა, როგორც Lexus შეეფერება ამორტიზატორებზე და ძრავი 3 და 5 ატმოსფერულია. 311 ცხენის ძალა, 380 ნიუტონ-მეტრი აქვს და რა ვიცი. ნახოთ უკვე მერე გზაზე როგორ დადის, როგორ იგრძნობა ეს ატმოსფერული ძრავი. და Lexus-ისთვის დამახასიათებელი წინა უზარმაზარი ცხაურა, რომელიც ძალიან მაგრად გამოიყურება და რასაც უხდება ასევე ეს ფარები ამ მანქანის და ზოგადად Lexus-ის გამორჩეული მხარე არის ინტერიერი, რომელიც ასე საოცრად გამოიყურება. ხო, უკან ცოტა ფართი, ჩემი ზომა 1.83 სანტიმეტრია და რა ვიცი რა, გაჭირვებით ცოტა ხანი დავჯდები და ვერ ვიტყვი რომ გამოუსადეგარია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი რომ დიდ გზაზეც ჩვეულებრივად ვიქნები. თუმცა პატარა მანძილებზე კი ბატონო. ესეც ასე. აქ უკვე სხვანაირად არის სიტუაცია, რბილი და ძალიან კომფორტული სავარძელია. როგორც გამოიყურება, ისე არის პრაქტიკაშიც რბილიც არის და გვერდებზეც გიჭერს. ძალიან კომფორტულია რა მოკლედ. რა ვიცი, აი ვეძებ და
რაღაც იაფასიანი. არსად არ არის, ალბათ მარტო აი აქ. დანარჩენი ტყავი, აქაც ტყავი, აქაც ტყავი, აქაც ტყავი, აქაც ტყავი. ეს სიჩქარეების გადასართავი, რომელიც ძველმოდურია, თუმცა ხელში საკმაოდ კარგად ზის და ჩემთვის პირადად მისაღებია. რაც ძალიან მომწონს არის ეს Lexus-ის საათი, ძალიან მომწონს Lexus-შიც და ძალიან მომწონს Porsche-შიც. რაც შეეხება საჭეს, ძალიან კარგად ზის ხელში და რაღაც LFA-ის vibe აქვს. რაც შეეხება აუდიო სისტემას, აქვს Mark Levinson-ის 17 სპიკერიანი, 17 დინამიკიანი აუდიო სისტემა, რომელიც საკმაოდ კარგად ჟღერს და კარგი ხმა აქვს. რა თქმა უნდა, სტარტ-სტოპით იქოქება. და რაც შეეხება მულტიმედიას, ხელის მაუსი, თუმცა მიჩვევის შემთხვევაში საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. ეკრანს რაც შეეხება, თაჩი არ არის. 2024-დან თუ არ ვცდები, უკვე განახლდა და ეკრანი უკვე შეიცვალა, ფუნქციებიც დაემატა და ბევრად უფრო გაუმჯობესდა. ხო, რაც შეეხება მართვის რეჟიმებს, არის ეკო, არის ნორმალი, არის სპორტი და სპორტ პლუსი, ანუ სპორტ პლუსი. ამას უკვე გზაზე ვნახავთ, რამდენად იგრძნობა მართვაზე. რაც შეეხება კონდიციონერს, მარტივად მისაგნები და გამოსაყენებელი. რაც მომწონს ასევე არის ეს მაჩვენებელთა დაფა, რომელიც არის ეკრანზე, თუმცა აქვს ასევე ფიზიკური რგოლიც ასეთი, ის დაჭერის შემთხვევაში ესეთ მოძრაობას აკეთებს, სადაც უკვე გამოჩნდება დამატებითი ინფორმაცია. რაც შეეხება რეჟიმებს, რეჟიმების მიხედვით იცვლება მაჩვენებელთა დაფაც და ჩემთვის პირადად Sport Plus-ი არის ყველაზე კარგი ვარიანტი, თუმცა მოდი ჯერ დავიწყოთ ეკო რეჟიმით. დავიძარით და ვნახოთ როგორ დადის Lexus RC 350 F-Sport-ი. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ საკმაოდ რბილია, სპორტული მანქანა, ისე თუ ასე მაინც ხისტია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ რბილია და ბევრ სტანდარტულ მანქანაზე მეტად კომფორტულია ახლა ეს მანქანა. ხმის იზოლაცია საკმაოდ კარგი აქვს. ჯერჯერობით დავდივართ ეკო რეჟიმით. მანქანა 7-ია, წყნარია, საკმაოდ რბილია. ყოველდღიური მოხმარების პირობებში შეგვაძლევს თავს. ძალიან მაგრად მომეწონა სავარძელი, რომელიც აი გვერდებზეც კარგად გიჭერს და კომფორტულიც არის, რბილიც არის და შორგზაზე ძალიან თავისუფლად წავიდოდი ამ მანქანით. ახლა გადავიტანოთ Sport Plus-ში. ძრავი როგორც სტანდარტულად შეეფერება ატმოსფერულს ისე დადის. ძირითადი ძალა მაინც უფრო 4000 ბრუნის შემდეგ მოაქვს. მაჩვენებელთა დაფა, რო იცვლის ფერს, ძალიან კარგი სანახავია. სიხისტე ამ მანქანაში ნამდვილად არ გვაწუხებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურობაში საკმაოდ უპრობლემოდ გამოვიყენებთ ამ მანქანას. როგორც ბევრ მანქანაში, როცა სპორტში გადავრთავთ, უბრალოდ სიჩქარეებს რთავს გვიან, ასე არ არის ამ მანქანაში. დაკიდების სისტემაც ხისტდება უფრო, გაზიც უფრო მგზნობიარე ხდება და მანქანა აშკარად იცვლის ხასიათს. მანევრიც საკმაოდ ისეთი აქვს. ამ მანქანას აქვს სისტემა, რომლითაც აი სპიკერში, დინამიკებში დამატებით უშვებს ძრავის ხმას. აი ხა ჩავრთე და აბა ვნახოთ თქვენ როგორ შეამჩნევთ ხმას. კი. და აი ხა გამორთე ეგ ხმა და ვნახოთ აბა ახლა თუ ექნება სხვაობა. კი. სხვაობა გვაქვს. არ არის ეს მანქანა როგორც სპორტკარი, ეს არ აღიქმება. ეს მანქანა იმის გათვალისწინებით რა კომფორტსაც ეს მანქანა გვთავაზობს, საკმაოდ მისაღებია. როცა ვიყავი 20 წლის
სიამოვნებით დავდიოდი ჩემი ზეთით ყოველ დღე, არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ სპორტული კარგია, მაგრამ კომფორტიც კარგია რა. თუ 4-ვე წამყვანი არ გვინდა და თოვლში სიარულს არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, უკანა წამყვანი უკეთესი ვარიანტია. ფასრას შეეხება, 2015 წლიდან გამოდის ეს მოდელები და დაახლოებით 15,000-დან არის ფასი, თუმცა ეს 2021-იანია და ფასიც რა თქმა უნდა ალბათ უფრო 20-ის ფარგლებიდან იქნება. ძალიან კარგი მიქსია ყოველდღიურობის კომფორტის და ასევე სპორტულობის ლაქშერი კუპეა მოკლედ. მაღალი კლასის მანქანები ლაქშერი ძირითადად ევროპიდან არის, როგორც ვიცით. ახალი კარგია, თუმცა რაღაც დროის შემდეგ უკვე არის პრობლემები, არის სერვისი და ცოტა საწვალებელია ხოლმე მეორადი მანქანის შეძენა. ამ შემთხვევაში Lexus-ია და იმის შიშვი არ გვექნება, რომ ძალიან ხშირად მოგვიწევს სერვისზე სიარული. მოდი ერთი ავჩქარდეთ Sport Plus-ში, გადავიტანოთ და ვნახოთ როგორ ჩქარდება ჩვენი 1C350, დაახლოებით 6 წამია აჩქარება ფურცელზე, თუმცა რეალობაში ჩვენი მგზავრით ნახოთ როგორ წავა. და 2 მეტიც შეუძლია ჩვენ ახლა მანქანას არ მოვთხოვთ ბევრს 6 წამია 0-დან 60 მილამდე თუმცა 6 და 3-ია 100 კილომეტრამდე წინ RCF-ი თავისი 8 ცილინდრით არის გაცილებით უფრო ძლიერი და სპორტკარი ჩვენ უფრო ლაქშერი მხარეს ვართ ცოტაოდენი სპორტული ხასიათით ხო რაც შეეხება უკანა ხედვის კამერას ხედავთ ხარისხს ვერ ვიტყოდი რომ კარგია ძალიან თუმცა საქმეს აკეთებს ეს ჩვენი გასაღები სტანდარტულად გამოიყურება და საკმაოდ კარგი ზომის არის ჩავდოთ ეხლა დასკვნა ჩემთვის პირადად და ალბათ ბევრისთვისაც ეს მანქანა არის უფრო ლაქშერი კუპე ვიდრე სპორტ კუპე ეს ვისთვის როგორ თუ პრიორიტეტი სპორტკარია და უფრო სპორტული მართვა ბევრი სხვა ვარიანტია ამ შემთხვევაში რა ვიცი ჩემთვის ეს ძალიან მისაღები მანქანაა ამ მანქანას თავისი ნიშა აქვს მიუხედავად იმისა რომ კონკურენტები ყავს ყველაზე მთავარი რაც მომხმარებელი Lexus-ისგან არის საიმედოობა როგორც იცით Lexus-ი გამძლეობით ნომერ პირველია მსოფლიოში ერთ-ერთ შემთხვევაში ეს ასეა. რაც მინდა აღნიშნო არის ის რომ მოხვევის კუთხე ამ მანქანას აქვს ისა ძალიან მაგარი. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარება ვაი და თქვენ იგებთ სოკარის პრემიუმს. დღეისთვის ეს იყო და ეს. აბა, კარგად.